5 წუთი ავტოკრატიამდე როგორ გადაუხვია საქართველომ დასავლური გზიდან. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო როიტერსი. გამოცემა ციტირებს ბრიუსელის შეფასებას, რომლის თანახმად საქართველო ახლა დასავლეთისგან უფრო შორსაა, ვიდრე მისი პოსტსაბჭოთა ისტორიის რომელიმე პერიოდში. ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები მოშლილია, სასამართლოები კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა. როგორც როიტერსი წერს, საქართველოს პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ ოპოზიციური კოალიციების მრავალფეროვანი სპექტრი იბრძოდა, მათგან 4 ადგილები მოიპოვა. სტატიის თანახმადვე დღეს ოპოზიციის 8 მთავარი ლიდერიდან ყველა ერთის გარდა ციხეშია. დევნილობაში ან სისხლის სამართლის ბრალდებები ემუქრება. ამასთან ქართული ოცნება 3 მთავარი ოპოზიციური ჯგუფის სრულად აკრძალვას ისახავს მიზნად. ერთპარტიულ მმართველობაზე გადასვლამ ბევრი შოქში ჩააგდო პატარა სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში საქართველოს სწრაფად მზარდი დემოკრატიის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთის ორბიტიდან გამოსვლისკენ მიისწრაფოდა. თუმცა ბრიუსელის შეფასების თანახმად ის ახლა დასავლეთისგან უფრო შორსაა, ვიდრე პოსტსაბჭოთა ისტორიის რომელიმე დროს. ბრიუსელის შეფასებით მისი დემოკრატიული ინსტიტუტები მოშლილია, სასამართლოები კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა. ევროკავშირმა ანგარიში განაცხადა, რომ საქართველო ახლა მხოლოდ სახელით არის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ევროკავშირის ელჩმა თბილისში განაცხადა, რომ საქართველოს საერთოდ აღარ დგას ბლოკში გაწევრიანების გზაზე. სტატიაში ნათქვამია, რომ ქართული პოლიტიკისა და დიპლომატიის ვეტერანებმა, რომლებიც როიტერს ბოლო რამდენიმე თვის მოვლენებზე ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ როგორც ჩანს, საქართველო იმ ზღვართან ახლოსაა, რომლის იქითაც დემოკრატიისთვის აღდგენა რთული იქნება. ჩვენ ახლა 5 წუთი გვაშორებს ერთპარტიულ დიქტატურას, ციტირებს სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს სერგი კაბანაძეს. სააგენტოს თანახმად ოპონენტები ავტორიტარული ცვლილების ავტორად ქართული ოცნების მილიარდერ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ.